არის ით რა თქვა ქრისტეფორემ, სიყვარული ვერტიკალურად და თანასწორად. ვეღარ ხალხმა რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან გუმბათიც. ფილმის საფუძველი არის სცენარი. თავის დროზე დიდმა რეჟისორმა ეიზენშტეინმა თქვა, თუ კარგი სცენარი, ფილმი გამოვა და მართლა ესე არის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსახიობს. ასევე მხატვარს და საერთოდ რეჟისორმა უნდა იკითხოს წიგნები და წიგნი არის საფუძველი იმისა, რომ გამოვიდეს კარგი ფილმი. რეზო ჭეიშვილის ოთახში, სადაც იწერებოდა სამანიშვილის დედინაცვალი და ცისფერი მთები, მას უბრალოდ კი არ ქონდა ეს ჩასული იმაში, არამედ ყველა წიგნი იყო გახაზული. ანუ რა მოეწონა, იმას შვებოდა და ეს, რა თქმა უნდა, აძლევდა მას საშუალებას, რომ გაეკეთებინა კარგი სცენარი. ფრანგების ინიციატივით საფრანგეთში, პომპიდუს ცენტრში აჩვენეს 100 ქართული ფილმი. პატარა რესპუბლიკა, დამოუკიდებელი კი არ ვიყავით. არც ერთ რესპუბლიკას, არც რუსეთს ამისთანა მიღწევა არ ქონდა. 100 ფილმი იყო ნაჩვენები და დაიბადა ასეთი ისა ქართული ფილმის ფენომენი. გეგმების შესახებ მე გეტყვით, აგერ სცენარი. ეს არ არის ჯერ დამთავრებული, მაგრამ რაღაცა ორ თვეში ალბათ დამთავრდება და მე ისევ დადგება ფულის საკითხი. ხო, და თუ ფულს მომწევს მთავრობა, მაშინ გადავიღე ფილმს. მე მინდა უსურვო თქვენს მაყურებელს ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე.